მოგესალმებით პოდკასტების სერიის 22 ეპიზოდში და ეს არის მესამე ნაწილი კითხვებზე პასუხის. ძალიან მიხარია რომ ამ ხელა გამოხმარება იყო და ამდენი კითხვა იყო და მადლობა თქვენ ამისთვის. დღევანდელი კითხვები, რაზეც პასუხი იქნება გაცემული არის ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ პირდაპირ თაიმკოდებით გადახვიდეთ იმ კითხვებზე, რომელიც გინდოდათ და რომელსაც გაინტერესებთ პასუხი, თუმცა მთლიანად თუ მოусმენთ, შეიძლება დამატებით რაღაც ინფორმაციები მიიღოთ იმ თემებზე, რომელიც შეიძლება გგონიათ, რომ უკვე ძალიან კარგად გაქვთ გადაღეჭილი. ასევე უღრმეს მადლობა ბევრი კითხვისთვის. სტორებში იყო ცოტა ხნის წინ გამოკითხვა, რომ მომწერეთ კითხვები თქო და ამ კითხვებზე ვაკეთებ ხოლმე ასეთ პოდკასტებს და თუ მოგწონთ კონკრეტულად ამ ვიდეოს ქვეშ დამიწერეთ კომენტარების სახით ის კითხვები, რომელიც გაინტერესებთ, იმიტომ რომ ასე ყველა პლატფორმაზე ზოგი პირაჩი რომ წერს და ის თორიც აღარ არის, რომელზეც გამოკითხვა იყო, ცოტა მიჭირს ესე გაკონტროლება, ვინ სად მწერთ. ამიტომ კონკრეტულად ამ ვიდეოს ქვეშ, ამ ეპიზოდის ქვევით თუ დამიწერთ კომენტარებში კითხვებს, მე თვითონ ზუსტად მეცოდინება, რომ აქ უნდა შემოვიდე და შემდეგი კითხვებზე პასუხი მოვამზადო ამ ვიდეოს უკვე კომენტარებიდან. მოკლედ, სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. და იმედია, რომ რაღაცა ერთ პატარა სინათლეს შემოვიტან დღევანდელი ეპიზოდი თქვენს ცხოვრებაში. თუ ადამიანი პირველად მოვიდა ეხლა დედამიწაზე, მაშინ ნათელ რუკაში არსებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია როგორ ხდება? ეს საერთოდ გულისხმობა აღმავალ კვანძზე არის ალბათ საუბარი, იმიტომ რომ აღმავალი კვანძი, იგივე ვედურ ასტროლოგიაში სახელწოდებით კეტუ აჩვენებს, როგორც ამბობენ, მოდი ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ამბობენ, რომ ეს განაპირობებს და კეტუს პოზიცია ჩვენ გვეუბნება ადამიანის წინა ცხოვრების შესახებ ინფორმაციას. თუმცა ეს ასე არ არის, მართალია ასე გვიყვარს ასტროლოგებს თქმა და ინტერპრეტაცია, მაგრამ არ არის ეს სწორი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ პირველ წყაროს თუ დავეყრდნობით, რომელიც არის ვედური ასტროლოგიის შასტრა, პარაშარა ჰორა შასტრა, რომელიც არის საერთოდ პირველი წყარო ზოგადად ასტროლოგიის შესახებ და ასტროლოგიაზე პირველი ჩანაწერი, რაც დედამიწაზე საერთოდ არსებულა. ამ წიგნს თუ დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც ისწავლება ვედური ასტროლოგია, მაშინ აღმავალი კვანძი საერთოდ არ გვაჩვენებს ადამიანის წინა ცხოვრებებს და გავაკეთებ ზუსტ ფრაზირებას თუ რას გვაჩვენებს და რა წერია ამ წიგნში. ამ წიგნში წერია, რომ ის გვაჩვენებს სულის გამოცდილებას და არა წინა ინკარნაციებს. ახლა შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რომ თუ არ ექნება სულს წინა ინკარნაციები, მაშინ საიდან ექნება გამოცდილება? და აი აქ უკვე ძალიან საინტერესო თემა შემოდის, ეს არის იმპრინტების საკითხი, რომელიც ცოდნად და ამაში გარკვევა ძალიან დიდ ნათელს ფენს, ძალიან ბევრ რაღაცას ზოგადად ჩვენი ცხოვრების და კარმის შესახებ. რა არის იმპრინტი? როდესაც სული მოდის ინკარნაციაში, ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი მაინც და მის დედამიწაზე, მაგრამ რახან ასტროლოგიაზე არის კითხვა, რა თქმა უნდა, ასტროლოგია მუშაობს მხოლოდ ჩვენს დედამიწაზე ინკარნირებული ადამიანებისთვის და ბიოსხეულებისთვის, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი მოდის ინკარნაციაში დედამიწაზე, მოდი ასე ვთქვათ, სხვა პლანეტებზე ინკარნაციის შემთხვევაში იგივეა, მაგრამ ნუ ახლა დედამიწაზე ვისაუბრეთ. ის აუცილებლად წინასწარ ხედავს თავის ცხოვრების მონახას, თავის ცხოვრების სიუჟეტს, რა უნდა კონდეს დავალებები, კარმული გაკვეთილები, პირობითად ხო, თუ კარმით მოდის, თუ არ მოდის, მაშინ რა გამოცდების გავლა მოუწევს და ესე ვთქვათ, ჰაილაითები რა არის საკვანძო მომენტები მისი ცხოვრების, ეს ყველაფერი სულისთვის არის ცნობილი და ასევე მნიშვნელოვანი კონტრაქტები იმ ადამიანებთან, ვისთან ექნება მნიშვნელოვანი გადაკვეთები. ეს ყველაფერიც არის ზევიდან მოცემული, ანუ ადამიანმა იდეაში იცის, უბრალოდ სულის დონეზე იცის, რისთვის მოდის, რა უნდა გაიაროს და მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს მისთვის. ასევე სანამ ადამიანი ამ რeinკარნაციაში მოვა, მე უკვე ყველაფერიც გადაწყვეტილია ხო, რომ ანუ აი ოკეი, ესეთი ოჯახი ეყოლება, ესეთი. ანუ მე სული თვითონ ასე ვთქვათ, მოდის დედამიწაზე არასწორი ნათქვამი იქნება, მაგრამ სიტყვის მასალად გამოვიყენებ, პირდაპირ მშრალობით არ გაიგოთ, ის ჩამოდის დედამიწაზე და ათვალიერებს იმ გარემოებას, რომელშიც ის უნდა დაიბადოს. მაგალითად, შეიძლება ნახოს ოჯახი, რომელშიც უნდა დაიბადოს, ახლა მეც მაგალითად გამახსენდა, რომ სულის დონეზე ჩამოსული ვიყავი და ჩემ ბებია ვნახე ერთ-ერთი და ერთ-ერთი ეს მომენტი მახსოვს. შესაბამისად, სხვადასხვა მონაკვეთები შეიძლება ნახოს, ანუ დედის მხრიდან, მამის მხრიდან, მათი ცხოვრება შეიძლება ნახოს და ასე ვთქვათ, შეათვალიეროს იმ მდგომარეობიდან აქაური სიტუაცია და ნახოს რა ოჯახში მოდის და როგორ მოდის უკვე მატერიაში არსებულ დონეზე.
და მხოლოდ შემდეგ იბადება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სული გამოცდილების გარშე არ მოდის, ხო? ის ზევიდან უყურებს, მაგრამ ახლა როგორ ხდება ის, რომ მაგალითად დაღმავალი კვანძი აჩვენებს თუ არა იმას, რომ ადამიანი რა ესე იგი რომ ჩამოვიდა სულის დონეზე და დაათვალიერა რომ მელ ოჯახში მოდიოდა, ეგ მაგის მაჩვენებელი არის დაღმავალი კვანძი? არა, ამის მაჩვენებელი არ არის, იმიტომ რომ მაგის გარდა რომ ის დედამიწაზე შეათვალიერებს რა ხდება ჩამოსვლის წინ, ასევე ადამიანს შეიძლება თუ მას არ აქვს არანაირი წინა ცხოვრება გავლილი და მისთვის ეს პირველი გამოცდილება უნდა იყოს, აქაც სიტყვის მასალად გამოვიყენებ, უბრალოდ გააზრების დონეზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ადამიანი ეგრეთ წოდებული მატერიალური დედამიწური ინკარნაციების ბიბლიოთეკაში ათვალიერებს სხვადასხვა მატერიალური ცხოვრებების ისტორიებს, მიზნებს, მისიებს, სხვადასხვა პერსონაჟებს და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინეთ, როგორც ფილმების კოლექცია რო ქონდეს ან მხატვრული ლიტერატურის წიგნების და უბრალოდ ჩვენ არ გვეცხოვრა მაგალითად, რა ვიცი, აინშტაინის ცხოვრება, მაგრამ მის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნში წავიკითხოთ ამ ადამიანის შესახებ და ჩვენ ტყავზე მოვირგოთ, გავისი გრძე განოთ, მივხვდეთ რა ადამიანი იყო, როგორ გაიარეს ცხოვრება, რა დასკვნა გამოიტანა და რაღაცნაირად შევაჭამოთ და ასე ვთქვათ, წარმოდგენა შევქმნათ ამ ადამიანზე. სწორედ ასეთი რაღაცა ხდება სულის დონეზე, სულიერ ბიბლიოთეკაში, ისევ და ისევ სიტყვებზე ნუ მომედავებით, უბრალოდ რაღაცა სიტყვებით ხომ უნდა ვაუხსნა ანალოგიების დახმარებით, დაახლოებით ეს პროცესი. და შესაბამისად სული ათვალიერებს სხვადასხვა ასეთი ადამიანების ცხოვრებებს, იმ ადამიანების ცხოვრებებს, რომლების გამოცდილებაც მას დაეხმარება რაღაცაში ცხოვრებაში და საიდანაც რაღაცებს ის აიღებს. და სწორედ ამას ქვია იმპრინტი, იმიტომ რომ ადამიანისთვის მართლა იცხოვრა მან რომელიმე კონკრეტული პირობითად აინშტაინის ცხოვრება თუ მის შესახებ სულიერ ბიბლიოთეკაში წაიკითხა, ეს სულზე ერთნაირად აღიბეჭდება და ამას ქვია იმპრინტი. ხოლო ეს მართლა მოხდა თუ ეს იმპრინტი არის მისი ცხოვრება, ხო? ეს ასტროლოგიურ უკაში არ ჩანს, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი არ აჩვენებს იმას, რომ მაინც და მაინც მას წინა ცხოვრება ქონდა ან რომელიმე წინა აინშტაინის, არამედ აჩვენებს თუ რა გავლენა ქონდა, რა აღიბეჭდა მის სულზე და რა გამოცდილებით მოვიდა. შესაბამისად, სულმა ეს წაიკითხა თუ მართლა გაიარა ინკარნაცია ერთნაირად არის აღბეჭდილი, როგორც გამოცდილება მის სულზე. ამიტომ როცა რუკას ვკითხულობთ, უფრო მართებული და სწორი იქნება, ვთქვათ, რომ გამოცდილება, რომელიც მოიტანა სულმა და არა წინა ცხოვრებაში იყავი ეს და ეს და ეს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს გამოცდილება მართლა წინა ცხოვრებიდან მოდის, აქ წინა და შემდეგი და იმის წინაც ძალიან პირობითია, იმიტომ რომ საერთო ჯამში ყველა ცხოვრება ერთდროულად მიმდინარეობს და თუნდაც გიპნოთერაპიების დროს ქონია შემთხვევა, რომ პარალელური ცხოვრებაც უნახავს ადამიანს, ანუ მიმდინარეთ, რომელიც მიმდინარეობს კიდევ სხვა და არ არის წარსული, ანუ არ არის გარდაცვლილი იქ და ეხლა სხვა ცხოვრებაში კი არ არის, არამედ პარალელურად სხვაგანაც ცოცხალია და სულ სხვა ცხოვრებას გადის. და შესაბამისად, ანუ აქ არ არის ეგრე დაალაგებული, რომ რაღაც არის წინა და რაღაც არის შემდეგი. ზოგადად დედამიწის გარეთ დროის აღქმაც არ არსებობს, იმიტომ რომ დროც მატერიალური სამყაროს განზომილებაა, ხო? და აქედან გამომდინარე, ხა ტვინისთვის ეს ძალიან რთული გასაგები და აღსაქმელია. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ აი ყველა ცხოვრებას თან მიმდევრულად კი არა, არამედ ერთდროულად გადის ადამიანი. უბრალოდ იმისთვის, რომ ტვინისთვის ეს იყოს უფრო ადვილი აღსაქმელი, თუნდაც როდესაც გიპნოთერაპიას ვაკეთებ და რეგრესულ ჰიპნოზს, ხო, ანუ უფრო ადვილი აღსაქმელია, რომ ის რაღაცა, რაც ნახა ადამიანმა, რომელიც ცხოვრებაც ნახა, რომ ეს არის წარსული ცხოვრება, თუმცა არის ხოლმე მომენტები, როცა ამბობენ წლებს და ან ეპოქებს და პერიოდებს და რა თქმა უნდა, ეხა იმ ეპოქაში უკვე დაღუპულ ადამიანზე საუბარი და სიკვდილსაც ნახულობენ, მაგრამ აი პარალელური შეიძლება არ სწორი სიტყვა, ანუ პარალელური ცხოვრება რაღაც აღიქვება, რომ მსგავსი ცხოვრება უნდა იყოს, მაგრამ ამას არ გულისხმობ, ანუ სხვა დამოუკიდებელი ცხოვრებაც, ინკარნაციაც არსებობს და ყველაფერი ხდება დროულად და არ არის აუცილებელი, რომ ერთ ცხოვრებაში გარდაიცვალო იმისთვის, რომ მეორეში დაიბადო. შესაბამისად, დაღმავალი კვანძი რუკაში გვაჩვენებს სულის გამოცდილებას და არა რომელიმე წინა ინკარნაციებს და სულის გამოცდილება, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება სულს კონდეს იმპრინტიდან, ანუ
სულიერ ბიბლიოთეკაში წაკითხული, პირობითად წაკითხული დავარქვათ, ან ნანახი, რომელიღაცა ინკარნაციის პერსონაჟიდან მიიღოს ინსპირაცია და ეს აღიბეჭდოს მის სულზე როგორც გამოცდილება და ზერთად როცა ადამიანებად და ამატერიალურ სამყაროში მოდიან პირველად, რა თქმა უნდა, იმპრინტების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, იმიტომ რომ ის რაღაცა გამოცდილებაც უნდა ჩამოვიდეს, მან რაღაცა უნდა მიიღოს, რაღაცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად მოდის, როგორი ხალხია, როგორი გმირები ყავთ და ასე შემდეგ. ამიტომ არის რომ ეს ზოგადად თემა იმპრინტების თემა ასევე ცოტა გაუგებრობითაც არის ხოლმე რაღაცნაირად გარემოცული, იმიტომ რომ თუნდაც ჰიპნოთერაპევტების მიმართ ხშირად არის ესეთი ეს წაყენებული ბრალდება, რომ თუ ეს ჰიპნოთერაპია არის ნამდვილი და თუ ადამიანები ნახულობენ ცხოვრებას, რანაირად ხდება, რომ რამოდენიმე ადამიანს ქონია ერთნაირი ცხოვრება და ყველა კლეოპატრა როგორ იყო და ყველა რაღაც ესეთი ცნობილი ადამიანი და ერთი და იგივე პერსონაჟი რატო სახელდება. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის იმპრინტები. იმიტომ, რომ როდესაც სულის ბიბლიოთეკაში წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ხა გვინდა დედამიწის შესახებ შევიმეცნოთ და მატერიალური ცხოვრების შესახებ, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა იმ ცნობადი და იმ გავლენიანი ადამიანების ცხოვრებასაც გადავხედავთ, რომლებიც დედამიწაზე იყვნენ, ხო, ძირითადად, იმიტომ რომ ესენი მართავდნენ სამყაროს და ესენი ედგნენ სათავეში და საინტერესოა მათი თვისებები. ამიტომ რა თქმა უნდა, უფრო ხშირად სულების მიმართ ხდება ეგეთი ცნობილი ადამიანების ცხოვრებების გადახედვა ამ სულის ბიბლიოთეკაში, ასე ვთქვათ, და შესაბამისად მეტ ადამიანს აქვს ცნობილი ადამიანების იმპრინტები. რაც შეეხება რუკაში ეს არ ჩანს დაღმავალი კვანძი გვაჩვენებს გამოცდილებას და ეგ არ ჩანს ეგ იმპრინტია თუ არ არის მაგას ასტროლოგიურ რუკიდან ნამდვილად ვერასდროს ვერ გაარკვევთ ვერც დასავლური და ვერც ვედური ასტროლოგიით ეგ არ გაირკვევა. ერთ-ერთი ჩემთვის დღესდღეობით ნაცნობი მეთოდი არის ჰიპნოთერაპია, სადაც პირდაპირ ადამიანი როდესაც შედის ცნობიერების მდგომარეობაში უსვამთ კითხვას თუ მისი სურვილი არის პირველი ინკარნაცია თუ მერამდენი ინკარნაცია და იქ ამბობს თავისი პირით. იქაც შეიძლება რომ თუ არ ჭირდება ამ ადამიანს ამის ცოდნა ამ კითხვაზე არ ქონდეს პასუხი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გაცემიათ პასუხი, ზოგ შემთხვევაში არ გაცემიათ. ზოგს არ დაუსვამს ეს კითხვა. ზოგს დაუსვამს და პასუხი არ მისვლა, იმიტომ რომ მისთვის ეს საჭირო არ იყო. აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც კლასიკურად ვიცით დაღმავალი და დაღმავალი კვანძები და ეს რა თქვათ ასე ვკითხულობთ ასტროლოგები რომ ეს წინა ცხოვრებებია ეს ასე არ არის უბრალოდ სიტყვის მასალად იმიტომ ვიყენებთ ასე ვამბობთ ხოლმე და მეც ასე ვამბობ ხოლმე როცა კონსულტაციას ვატარებ იმიტომ რომ თითოეული ადამიანისთვის ამის ახსნა რო იცი რა ეს შეიძლება იყოს იმპრინტი და უბრალოდ სულის გამოცდილება მაგრამ შეიძლება გიცხოვრია ან შეიძლება არ გიცხოვრია ანუ ეს ყველაფერი უფრო მეტ დაბნელობას და გაუგებრობას იწვევს ხოლმე და ამიტომ სიტყვის მასალად იმისთვის რომ გონებისთვის იყოს გასაგები რა არის ეს სულის მეხსიერება ამიტომ ვიცახით რომ წინა ცხოვრებებიდან ესეთი ანაბეჭდია თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მას ქონია რომელიმე წინა ცხოვრება შეიძლება საერთოდ არ ქონია და თვითონ ასტროლოგიური სისტემა კიდე ისე არის აწყობილი რომ ძალიან სწორად ზის ამ იმპრინტების თეორიასთან მიმართებაში იმიტომ რომ არც ერთი სული არ მოდის მატერიალურ განსხვავებაში გამოცდილების გარეშე და შესაბამისად წერტილი რომელიც ამ გამოცდილებას რუკაში აჩვენებს ეს არის სწორედ დაღმავალი კვანძი და აქაც ერთ-ერთი ესეთი არასწორი მოსაზრება არის იმასთან დაკავშირებით, რომ დაღმავალი კვანძი სადაც ზის, ის არ უნდა განავითარო ადამიანმა ცხოვრებაში, რაც ასევე მცდარია, იმიტომ რომ დაღმავალი კვანძი ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ სულს აქ მეხსიერებაში რაღაცა მოტანილი იმ სახლში და იმ ნიშანში, რომელშიც დაღმავალი კვანძია და შესაბამისად ეს არის ადამიანის ნიჭი და განსაკუთრებული უნარი და მას შეუძლია ეს გამოიყენოს, უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ რახან ეს უნარი მას უკვე განვითარებული აქვს და ამ სფეროში უკვე აქვს მას გამოცდილება აქეთკენ არ უნდა ისწრაფოდეს, იმიტომ რომ ფუჭი დროის კარგვა, რადგან ეს უკვე მას გავლილი აქვს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გამოიყენოს. ასე რომ ესეთი საინტერესო თემა არის და მართლა საინტერესო კითხვა არის. მე თვითონ წლების წინ ძალიან დიდი ხანი მოვანდომე ამ ორი რაღაცის დაკავშირებას, რომ რატომ ჩანს ყველა რუკაში დაღმავალი კვანძი, თუ ყველა ადამიანს, ყველა სულს არ ქონია წინა გამოცდილება. დედამიწაზე პირველად დაბადებულ სულზე მათ რუკაში რაც ჩანს კარმული ინფორმაცია შეიძლება სხვა პლანეტიდან განზომილებიდან მოდიოდა ეს ასეთი კითხვა არის. სხვა შორის შეიძლება იმიტომ რომ როგორც თქვი დაღმავალი კვანძი აჩვენებს სულის გამოცდილებას და ასევე სატურნიც და მე-12 სახელიც არის იქ განსახილველი თალკე შეიძლება აჩვენებდეს კი იმიტომ რომ როგორც თქვით ეს არ არის მიკერძოებული დაღმავალი კვანძი მაინც და მაინც რომელიმე ცხოვრებაზე შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ცხოვრება ხო ამიტომ რა თქმა უნდა სხვა სივრციდან
დამოღებული გამოცდილებაც შეიძლება რომ იყოს და შეიძლება მხოლოდ სულიერ სივრცეებში ქონია მას არსებობა მანამდე და ეგ გამოცდილებაც შეიძლება იყოს. უფრო კარგად ამას ეჩვენებს ასევე ჯაიმინის ასტროლოგია, ესეც ვედური ასტროლოგიის ერთ-ერთი მიმართულება არის, სადაც არის უფრო, იცით, როგორ არის აგებული, ეს არ არის ოღონდ წინასწარმეტყველური ასტროლოგია, ეს არის უფრო შეისწავლის, ანუ ადამიანი სულის დონეზე რატო ირჩევს ისეთ რუკას, როგორცაც ირჩევს, მოკლედ მარტივად რა უხსნა, ამის შესახებ არის და ახსნილია, რომ ანუ ადამიანი როგორ ქმნის თავის ფილმს, ანუ ცხოვრებას, როგორც ფილმს და როგორ ირჩევს სიუჟეტს, როგორ ირჩევს მოქმედ პირებს, როგორ ირჩევს სცენარს და ნუ ასე შემდეგ. და ამის შესახებ არის ეს ჯაიმინის ასტროლოგია და იქაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს იმპრინტების საკითხი. იმიტომ რომ იქაც რეალურად ეს როგორი იქნება ეს ფილმის სიუჟეტი, რომელშიც ჩვენ მოვდივართ მატერიალურ სამყაროში, აი იმდენად აი არანაირად არ არის განპირობებული, თქვათ, წარსულ ცხოვრებაზე არ არის ბაზირებული და ძალიან ბევრი ვარიაცია ამ სცენარების შექმნის და ცალკე სცენარი, ცალკე სცენა, ცალკე მოქმედ პერსონაჟები ხასიათი ფსიქიკა და ნუ ასე შემდეგ, რომ ძალიან საინტერესოა ერთი მთელი რაღაცა რეჟისორული, ესავე ეძახი რეჟისორული ასტროლოგია არის ამ ცხოვრების დაგეგმარების თუ სული როგორ ირჩევს ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მადლობა ამ კითხვისთვის, მართლა საინტერესო კითხვა იყო და იმედია რომ თქვენცაც რაღაცა პატარა საინტერესო დეტალები შემოვიდა ამ კითხვაზე პასუხით. მატრიცა და ვედები, ესეთი ტანდემი გვაქვს, ანუ კითხვა არის მის შესახებ, რომ ეს ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში კონსპიროლოგიური თეორიების მიხედვით რომ ცხოვრება არის მატრიცა, ვედებში თუ არის ამაზე რამე ინფორმაციაო. კი, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ არის წასული დასავლეთში და თუნდაც აღმოსავლეთიდან წავიდა დასავლეთში და მერე რაღაცები ცოტა შევიმეცნეთ და გავიგეთ, ყველაფერი მოდის ვედებიდან, იმიტომ რომ ვედა არის პირველ წყარო ზოგადად ნებისმიერი ცოდნის შესაბამისად, რა თქმა უნდა, მატრიცის თეორიის პირველ წყაროც არის ვედებში და ვედებში მატრიცას ქვია ლილა. და ცოტა სხვანაირად არის აღწერილი, მაგრამ ლილა ზოგადად ნიშნავს ილუზიას და ილუზიას არ უბრალოდ თამაშებს ნიშნავს და ანუ ლილას თამაშები ასე ეწოდება იმ მატერიალურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვიბადებით, ილუზორული თამაშები. და შესაბამისად, სწორედ ასე არის აღწერილი, რომ ეს არის უბრალოდ სივრცე, მატერიალური რაღაცა ბაზა, საბაზისო, ასე ვთქვათ, ნიადაგი, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ, ვითამაშოთ ჩვენი როლი, ვითამაშოთ ის ფილმი, რომელიც დავწერეთ, ის როლი, რომელიც გვინდა რომ გვეთამაშოთ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი განიხილება როგორც ილუზია, ანუ არარსებული და სხვათა შორის ვედების მიხედვით და ვედური ეპოსის მიხედვით თავად ღმერთებიც კი ჩამოდიან ინკარნაციაში და სწორედ ამიტომ არის ინდუიზმში ამდენი ღმერთი, რომ თითოეულ, ანუ არის სამი საწყისი ღმერთი, შივა, ბრაჰმა და ვიშნუ, ხოლო დანარჩენი ანუ ყველა არა, მაგრამ დანარჩენი ძალიან ისეთი ბევრი ღმერთი არის მათი ინკარნაცია სხვადასხვა ეპოქებში და სხვადასხვა ფორმებში და მათ სხვადასხვა ისტორიები გააჩნიათ. შესაბამისად, თუ ღმერთები ჩამოდიან ამ ლილას თამაში და ერთობიან ამ ილუზორული სამყაროს თამაშებით, შესაბამისად, რატომ არ უნდა ჩამოვიდეთ ჩვეულებრივი არაღმერთი სულები მატერიალური თამაშებისთვის. ამიტომ ვედებშიც არის, რომ მატრიცა რეალურად ეს მატერიალური სამყარო რო არის მატრიცული, შინაარსობრივად ზუსტად იგივენერად არის აღწერილი, რომ უბრალოდ არის, აი როგორც წარმოგიდგენთ ვიდეო თამაში, სადაც შედიხართ და ირჩევთ თქვენს პერსონაჟს, ირჩევთ ხასიათს, გარემოს, რაღაცა აქსესუარებს, ტანსაცმელს, ქვეყანას, ნუ რაღაცებს რის არჩევს საშუალებაც არის კონკრეტულ თამაში, ხო? ამ მატერიალურ სამყაროში რაღაცებს არჩევის საშუალება გვეძლევა და სწორედ ასე ვირჩევთ და ეს არის ილუზია და ყოველთვის თამაში. და შესაბამისად, ანუ სულიერებაც კი არის უფრო დიდი თამაში, ანუ სულიერი ადამიანები რეალურად სანამ მატერიალურ სხეულებში არიან, ისინი გამოგოძებულები არიან იმ კუთხით, რომ მათ ესმით, რომ ესეც კი თამაშია, ანუ გურუობაც კი თამაშია, უბრალოდ სხვანაირი რანგის თამაშია, ხო, როგორც პერსონაჟებს ვირჩევთ და სხვადასხვა თამაშებში შეგვიძლია რაღაცა გურუც ვიყოთ და შეგვიძლია, რავი, კატაც ვიყოთ და ასე შემდეგ, ზუსტად ასე ვირჩევთ, რომელი თამაში გვირჩევნია, თორე იდეაში გურუობაც თამაშია და გასხოსნობულობაც თამაშია და ნუ სადღაც მე მართლა გავდივართ, მაგრამ ანუ საერთო ჯამში ყველაფერი ამ მატერიაში არის ლილა, ანუ ილუზია და ილუზორულ სამყაროში შეიძლება მხოლოდ თამაში. და პირველი გამოგვიძაბის ეტაპი იწყება იქიდან, სწორედ როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ვაუ, ეს ყველაფერი თამაშია და ეხლა მე რო გავაცნობიერო ეს თამაშია, ესეც თამაშია, იმიტომ რომ გონება რომელიც ამას აცნობიერებს, ესეც ილუზორულია და სინამდვილეში მაინც ილუზორულ მატერიაში არის ეს გონება და ცნობიერება, ხო? ანუ საერთო ჯამში მართლა ყველაფერი თამაშია და სხვათა შორის ამაზე
არის კიდეც ესეთი სერიოზული თეორია, რომელიც ჯერ არავის დამტკიცებია, მაგრამ ამბობენ, რომ არ არის ზოგადად დამტკიცებული ის, რომ მატერიალური სამყარო რეალურად არსებობს. აი ესეთი თეორია არსებობს, რომელიც ჯერ არავის დამტკიცებია. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, არის ილუზორული, არის მატრიცის ნაწილი და ამას მატრიცას დავარქმევთ თუ ლილას მშობა რა, ანუ შინაარსი ერთ და იგივე, უბრალოდ თანამედროვე ენაზე მატრიცა უფრო, ფილმიდან გამომდინარე, რაღაცა კარგად ჩაჯდა, თორე რეალურად ვედებში ზუსტად იგივე არის აღწერილი და ეს ორი დებულება ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს, პირიქით ზუსტად ერთ და იგივე რაღაცებს აღწერს. სქესობრივი ცხოვრების გავლენა სულიერებაზე, სასიცოცხლო ენერგიაზე. ესეც ძალიან ესეთი საინტერესო საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სექსოლოგები და ალბათ ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენელი ადამიანები ამბობენ და გვეუბნებიან, რომ სექსი ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. ხო, ბევრი რამეზე ამბობენ ესე, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ სექსუალური ენერგია არის იგივე სასიცოცხლო ენერგია. და შესაბამისად, აქტიური სექსუალური ცხოვრება იწვევს ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის გამოფიტვას და რა ვიცი, თუ შევხედავთ ნებისმიერ გურუს და სულიერ ლიდერს და სულიერ ადამიანს, მიისწრაფიან იქეთკენ, რომ ქონდეთ ნაკლები სექსუალური ცხოვრება და ზოგი საერთოდ ასკეტია და ზოგი ბრაჰმაჩარია, საერთოდ მთელი ცხოვრება უარი აქვს სექსზე ნათქვამი ასეთი რანგის ბერებიც არსებობენ. და თვითონ სამყაროს დასაბამით რომ დავიწყოთ, როდესაც უნდა შექმნილიყო უკვე მატერიალური სამყაროს მართველი ღმერთი, შეიქმნენ 4 კუმარნი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია არის ვედებში და 4 კუმარს უნდა ემართა უკვე და განაშენიანება უნდა მომხდარიყო მატერიალურ სამყაროში ამ 4 კუმარის საშუალებით, მაგრამ 4 კუმარმა გადაწყვიტა, რომ მათ არ უნდათ მატერიალურ თამაშებში ჩართვა და მათ შორის სექსუალურ რაღაცა ურთიერთობებში, მათ გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ ბრაჰმაჩარიები, განუდგნენ მატერიალურ სამყაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა, დაიბადა ალბათ არისტოტელის სიტყვა იქნება, შეიქმნა შივა, რომელიც უკვე აღიარეს ღმერთად, რომელიც მართავდა მატერიალურ სამყაროს. და შესაბამისად ხვდებით ხო, მატერიალურ სამყაროში ყველაზე ადვილი ჩახლართვის და ჩაწოლის და კარგად ილუზიაში გახვევის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კარგი მექანიზმი არის ზუსტად სექსუალური ცხოვრება და არა მარტო ძალიან ბევრი რაღაც არის, მაგრამ ერთ-ერთი ასევე ეს არის და შესაბამისად ამითი ადამიანები კარგავენ ძალიან ბევრ სასიცოცხლო ენერგიას, თუმცა ეხლა ზოგჯერ ერთხელ მითხრეს ესეთი რაღაცა, როცა შეროგისმენთ ძალიან მომწონს, რაზეც საუბრობ, მაგრამ ეგ ყველაფერი მატერიალურ სამყაროში ძალიან რთული შესასრულებელი არისო და რაღაც შეზღუდვებად აღვქვამო და მე აღარ მომწონს ეგ ვედური კულტურაა რა და ძალიან კარგად მესმის ის, რომ დღევანდელი ყოფა იმდენად არის გადაგვარებული, რომ ძალიან რთულია, რომ რაღაცა ეს ვედური ცნებები და ვედური სწორი რაღაცა ცოდნები ჩვენ გავიგოთ სწორად და წნეხად არ აღვქვათ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი, ხო, ვედებში თუნდაც არის განყოფილება მაგალითად პირად ცხოვრებაზე, როგორ უნდა გაწარმოერთოთ ოჯახი, როგორ უნდა მოვაწყოთ სივრცე, როგორ უნდა გავაკეთოთ საჭმელი, როგორ უნდა ავაშენოთ სახლი, ყველაფერთან დაკავშირებით არის ცოდნა რა, როგორ უნდა გაკეთდეს. ერთი მხრივ შეიძლება გავიგოთ ესე, რომ ვიცი რა, ამდენი რაღაცის ცოდნა და გათვალისწინება, ძალიან წნეხია და მეორე მხრივ კიდე შეგვიძლია ასე აღვქვათ, რომ ეს ყველაფერი ჯობია ვიცოდეთ, ვინმეს მივაკითხოთ, ვინც იცის და მოგვიგوارებს, ვიდრე ჩვენით გარტყმაზე ვაკეთოთ რაღაცები და ან გამოვა და ან არ გამოვა. ხო, გააჩნია ადამიანის მიდგომას და ადამიანის დამოკიდებულებას რაღაც ცოდნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ყველაფერი, რაც ვედებში არის მოწოდებული ამ ყველაფრის ცხოვრებაში დაენერგვა, პირველ რიგში, იმიტომ რომ კალიუგაში მყოფი ადამიანებისთვის ძალიან რთულია ასეთი მაღალმორალური ცხოვრება, როგორც ვედებში არის აღწერილი და ვედებში სწორედ იმიტომ არის აღწერილი, რომ ჩვენ ვეცადოთ მაინც რომ იქითკენ ვისწრაფოდეთ, იმიტომ რომ მართალი ახლა არის დიდი მაჰაიუგა კალიუგის, მაგრამ შიგნით პატარა იუგების კუთხით ჩვენ გვაქვს ახლა საწე იუგა, 10000 წლიანი აღმავლობის პერიოდი გვაქვს, როცა ვედური ცოდნა ბრუნდება და აღმავლობა იწყება ამ ცოდნის შესაბამისად. ეს უნდა მივიღოთ და განავითაროთ და სხვათა შორის ასევე ვედური კულტურის ნაწილი არის სწორედაც კამასუტრა, რომელიც ისევ და ისევ არასწორი ინტერპრეტაციის გამო გონია რომ რაღაცა გარყვნილების წიგნი არის და სიამოვნებაში კამა თვითონ სიტყვა ნიშნავს სიამოვნებას და კამასუტრა ჩაწერილი არის იმისთვის რომ მოხდეს სიამოვნების გაკონტროლება. ეხლა ძალიან შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ხო, ვედებში ასევე არის მთელი სუტრები, განყოფილებები და ესე თქვათ წიგნები, რომლებიც გვასწავლიან
თუ როგორ უნდა მართოთ, ესე თუ ის სიამოვნება და მართოთ არ იგულისხმება შევიზღუდოთ. მართოთ იგულისხმება, რომ მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ იმ პროცესიდან, რაც ხდება და თან ამით არ დავკარგოთ სასიცოცხლო ენერგია და ის პოზები, რომელიც მოცემულია, ყველა არ არის მოცემული, ეს ყველაფერი ჩაკრალურ სისტემაზე დგას და ენერგეტიკულ პრაქტიკებზე დგას, თუმცა რა თქმა უნდა, ადამიანებმა იქ ტექსტი ამოიღეს დატოვეს პოზები და გახადეს ეს, რომ არის რაღაცა გარყვნილების საგანი, მაგრამ სიამოვნებაში პირიქით ამ გვასწავლიან, როგორ არ ვიყოთ გარყვნილები ამ კუთხით და ასევე არის უამრავი ბუდისტური თუნდაც ტიბეტური წიგნები, რომლებიც აღწერენ, როგორც ცხოვრობენ ბუდისტი ბერები და სხვა ბრაჰმაჩარი ადამიანები, ანუ რომლებსაც აღთქმა აქვს დადებული, რომ მათ სექსის გარეშე უნდა იცხოვრონ, ანუ არ უნდა დახარჯონ სექსუალური კონტაქტის დროს სასიცოცხლო ენერგია და როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება და არის სპეციალური პრაქტიკები, რომელსაც ისინი ვარჯიშობენ და ისე შეუძლიათ სექსით დაკავება, რომ მათ არ დახარჯონ ენერგია და არც სურვილი შემთხვევაში საერთოდ განაყოფიერებაც არ მოხდეს ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ, ასე რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ვარჯიშის საგანი, ისე როგორც რა ვიცი სპორტდარბაში ვარჯიშობს ხალხი გუნთის დასაყენებლად, სწორედ ასეთი ენერგეტიკული ვარჯიშები არის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ ადამიანმა თავის ენერგეტიკა ისე აკონტროლოს, რომ სექსუალური ცხოვრების დროს არ მოხდეს სასიცოცხლო ენერგიის ხარჯვა და პირიქით მოხდეს აკუმულირება და თან ადამიანმა მიიღოს სიამოვნება, მაგრამ ყველაფერს უნდა სწავლა და უნდა გარკვევა ამ ყველაფერში და ზოგადად ახლა თუ სტანდარტულად ავიღებთ ისეთ სექსუალური ცხოვრება, როგორც დღესდღეობით ადამიანებს სტანდარტულად აქვთ, ეს რა თქმა უნდა ფუჭად ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ხარჯვა და არაფრის მომცემი არ არის და ის სიამოვნებაც კი, რომელიც ამ კუთხით მიღებადი არის, ძალიან მცირედია იმასთან შედარებით, რაც თუნდაც გამოსუტრის დახელოვნების შემთხვევაში შეიძლება ადამიანმა მიიღოს და სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დამაზიანებელია და ძალიან არ არის ადამიანისთვის სასარგებლო, სასიცოცხლო ენერგიას გვაკლებს და რანაირად შეიძლება იყოს კარგი და სასიცოცხლო. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც არის კიდე თუნდაც ახლა ნარკომანიას და სიგარეტებს და ბევრი სხვა რამე გვაკლებს სასიცოცხლო ენერგიას, მაგრამ ერთ-ერთი ეს არის და ვისაც ამ ყველაფრის გამო არ უნდა რომ თავის სასიცოცხლო ენერგია დააკლდეს, ხო? ეს ადამიანები სწავლობენ როგორ გააკეთონ სხვანაირად, ან საერთოდაც არიან ბრაჰმაჩარიები, ან ცხოვრობენ სექსის გარეშე და ისინი ახდენენ თავიანთი ენერგეტიკის აკუმულირებას სხვაგვარად და სექსუალური ენერგია აყავთ ზედა ჩაკრებში, იმიტომ რომ არ არსებობს ცალკე როგორც ასეთი სექსუალური ენერგია და მენტალური ენერგია და ისეთი ენერგია და ასეთი ენერგია, ენერგია არის ენერგია და ის იქნება სექსუალური თუ მენტალური, ამას განაპირობებს რომელი ჩაკრით ხდება ამ ენერგიის აკუმულირება. ამ შემთხვევაში ქვედა ჩაკრებით ხდება სექსუალური და საბაზო ენერგიების აკუმულირება, ხოლო ზედა ჩაკრებში ეს სასიცოცხლო ენერგია გამოიხატება სხვანაირად. შესაბამისად, მთელი სულიერი პრაქტიკების არსიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დაბალვიბრაციული ენერგიები ავიყვანოთ მაღალ ჩაკრებში და მაღალ დონეზე მოვახდინოთ ამის აკუმულირება. მანტრებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვა არაფერი ყოფილა, უბრალოდ იყო რომ გაგვაცანი და მეტი რჩევები მოგვეციო. რაც შეეხება მანტრებს, მანტრები არის იგივე ლოცვის პროცესი, როგორც ჩვენ მართლმადიდებლურ რელიგიაში გვაქვს წირვა, ლოცვა და ზოგადად რაღაცა ესე ვთქვათ ღმერთის სახელის გამეორება და ქრისტეს მიმართ ლოცვები და ღვთისმშობლის მიმართ და ასე შემდეგ. იგივე არის მანტრები, ოღონდ მანტრები არის ორნაირი, არის ვედური და არის ბუდისტური, თუმცა ან ვაიშნავური და ბუდისტური, ორივე ბაზა ერთი აქვს იდეაში, მაგრამ აქ განსხვავება არის ის, რომ ვედური მანტრები, ანუ ვაიშნავური მანტრები არის ძირითადად ტექსტებში მოხსენიებული არიან ღმერთები, სხვა ღმერთების სახელწოდების დიდებაზე არის კონკრეტული მანტრები და ბუდისტური მანტრები არის ეგრეთ წოდებული ერთპიროვნული ღმერთის გარეშე, უბრალოდ უმაღლესის დიდებაზე არის, იმიტომ რომ თვითონ ბუდისტური მიმართულება, როგორც ეს ცენტრალური ღმერთის არსებობას გამორიცხავს და ამიტომ ცოტა განსხვავებული მანტრები აქვს. თუმცა თვითონ მანტრები არის ძალიან მაღალვიბრაციული, ისე როგორც ლოცვები, ანუ ეს უბრალოდ სხვა რელიგიები არის თორე რეალურად ლოცვასაც და ჩვენ მართლმადიდებლურ წირვასაც იგივე ძალა აქვს, როგორც მანტრას. უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ ითვლება, რომ მანტრა იკითხება სანსკრიტზე და სანსკრიტი არის უძველესი და ძალიან ძლიერი ენა და ამ ენაზე მას აქვს ძალიან ძლიერი ძალა. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული არის წმინაზე, ადამიანი ვინც უფრო მეტად სინქრონირებს მართლმადიდებულ ლოცვებთან ან ნებისმიერი სხვა სარწმუნოების ლოცვებთან, ესე იგი მისთვის ეს უფრო იმუშავებს, ხოლო ვისთანაც რეზონირებს მანტრები, მაშინ მისთვის ეს უფრო
რეზონირებს. თვითონ მანტრას სანსკრიტს აქვს ძალიან ძლიერი გამწმენდი ენერგია, არის მანტრები, რომელიც დაავადებებსაც კი კურნავენ და ენერგეტიკასაც კი აღადგენენ და დაცვაზე მუშაობენ და ნეგატივის განწმენდენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა იმისთვის, რომ ეს სასწაულებრივი თვისებები მოხდეს, ამისთვის უბრალოდ ესე გარტყმაზე მანტრის ჩართვა და მოსმენა შეიძლება არ იყოს საკმარისი და უმჯობესია, როცა მანტრას შენ თვითონვე მღერი ხო, კითხულობ, შეიძლება სხვა მღერის შენ აყვე, მაგრამ ამ ყოველთვის როცა წარმოთქვამ ამის თქმამით და ამას უფრო დიდი ძალა და დიდი ეფექტი ექნება. და სწორედ ამ მიზნით ტარდება ხოლმე კირტანები, ანუ კირტანი არის იგივე კოლექტიური ლოცვის თუ შეიძლება შევადარო რაღაც ესეთი მდგომარეობა, სადაც ბევრი ადამიანი კითხულობს ერთ და იგივე მანტრას, ანუ ერთად ლოცულობენ ფაქტიურად, ხო, შეიძლება ესე ითქვას და თვითონ მანტრები განსხვავდება იმით, თუ რომელი ღმერთის მანტრა არის და შესაბამისად თუ ადამიანი იცნობს ვედურ კულტურას და მათ ღმერთებს მაშინ მისთვის ადვილია რომ არჩიოს იმ ღმერთის მანტრა კონკრეტულად იმ სიტუაციაში, რომელიც მას ჭირდება, იმიტომ რომ არის მაგალითად ქალღმერთის მანტრები, რომლებიც სხვა ქალღმერთის, სხვა რაღაცის ქალღმერთია, ხო, ზოგი ომის ქალღმერთია, ზოგი დედურობის თუ დედური რაღაცა გამოვლინების ქალღმერთია და ასე შემდეგ, ასე რომ ადამიანს რაც ჭირდება კონკრეტულად ცხოვრებაში, შეუძლია იმ ქალღმერთის მანტრას მოусმინოს ან იმღეროს, ხო? ასევე არის უნივერსალური მაჰამანტრები, სამი მთავარი ღმერთის დიდების მანტრები, ხო? შივასი, მისი რა ქვია, ბრაჰმასი და ვიშნუსი, თუმცა ბრაჰმას ნაკლები მანტრები აქვს ზოგადად მიძღვნილი, იმიტომ რომ აქ ხა ძალიან დიდი ისტორია, აქ ვერ შევატევრო ეს მოყვება, მაგრამ ცოტა დაჩაგრული ღმერთი არის ამ სამეულში და მისი ტაძრებიც ნაკლებია და მისი მომლოცველების ძალიან მცირედ არის დანარჩენი ორი ღმერთისგან განსხვავებით. ასევე, რა თქმა უნდა, თვითონ ამ სამეულს, ვიშნუს და იმას რა ქვია, შივას საკმაოდ ბევრი ინკარნაციები ჰქონდათ სხვადასხვა იუგებში, სხვადასხვა ეპოქებში და სხვადასხვა გამოვლინებები ჰქონდათ და შესაბამისად ყველა ცალ-ცალკე ინკარნაციასაც თავის მანტრები აქვს, თავისი რიტუალები აქვს და მოკლედ ასე შემდეგ. და როცა იცი რომ მაგალითად გჭირდება ამის და ამის ენერგია, მაშინ კითხულობ ამ და ამ მანტრას და ამ შემთხვევაში სწორედ შეგიძლიათ რომ მანტრებს მოусმოთ და გაიმეოროთ. ასევე არის ესეთი მანტრა კი არა, უბრალოდ მედიტაციის სახეობა, სადაც ადამიანები იმეორებენ მანტრას, რაიმე ერთ და იგივე მანტრას, აქ არ არის განსაზღვრული რომელ მანტრას, უბრალოდ ვისაც რა უნდა ის შეუძლია გაიმეოროს, ან ბრაჰმანი რომელსაც მისცემს, ან თავად რომელსაც აირჩევს, ოღონდ აქ მთელი არსი არის იმაში, რომ ძალიან ბევრჯერ გაიმეოროს ყოველდღიურად და ერთი და იგივე მანტრა გაიმეოროს. ამას ქვია ჯაპა მედიტაცია და თუ გინახავთ, რომ ეგრეთ წოდებულ ჩოთქზე რომ ძივებს ითვლიან და რაღაცას იმეორებენ, პატარა ქისებში რო უდავთ, ზუსტად მაგ დროს აკეთებენ ჯაპა მედიტაციას, ანუ გულში იმეორებენ რომელიმე ღმერთის მანტრას, რომელიც მათ არჩეული აქვთ და იმეორებენ ღმერთის სახელს ძალიან ბევრჯერ და რაც უფრო ასე ვთქვათ, მაღლა არის განვითარებისკენ მისწრაფის ადამიანი ამ გამეორებას აკეთებს ბევრად უფრო მეტჯერ და იმეორებენ ღმერთის სახელს. ანუ ამას ჯაპა მედიტაციას ძალიან ბევრი დანიშნულება აქვს და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ასე ვთქვათ ფორმა და შინაარსი რის გამოც ეს ხდება არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად კი არა და ასე არის მოცემული რომ ადამიანი გარდაცვალების მომენტში სადაც არის მისი გონება და მისი ფიქრები და მისი ემოციები ეს ძალიან დიდწილად ახდენს გავლენას მის მომავალ ცხოვრებაზე და ძალიან კარგია თუ სიკვდილის პროცესში ადამიანს გაახსენდება ღმერთის სახელები და ამიტომაც ისინი მთელი ცხოვრება იმეორებენ ანუ ადამიანები ვედურ კულტურაში ღმერთების სახელებს და აკეთებენ ამ ჯაპა მედიტაციას იმისთვის რომ სიკვდილის ბოლოს ისევ ავტომატურად გონებამ დაიწყოს გამეორება იმ ღმერთის სახელების რადგან ისინი აბსოლუტურად სუფთად წავიდნენ ამ სამყაროდან და არანაირი სხვა მოჭიდება არ ქონდათ და ამის გამო სწორედ ხშირად ინდოეთში მაგალითად ბავშვებს არ ქმევენ ღმერთების სახელებს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის არის საკუთარი შვილი და როცა შვილს ქვია ღმერთის სახელი ავტომატურად მაინც ღმერთის სახელი გახსენდება და ესეთი არ ვიცი ჩითარობასავით ჟღერს მაგრამ არ ვიცი რეალურად ეგ მუშაობს თუ არ მუშაობს მაგრამ ესეც არსებობს
თუ მოკლედ მანტრები მოგწონთ, შეგიძლიათ რომ ნელ-ნელა გაერკვეთ ვედურ ამ რაღაცა ღმერთების ისტორიებში, ვინსად იყო ინკარნირებული, რა დანიშნულება ჰქონდა, რა შინაარსი ჰქონდა კონკრეტული ღმერთის ინკარნაციას და ასე შემდეგ და შესაბამისად მე მოусმინოთ იმ მანტრებს და გეცოდინებათ რისთვის არის ეს მანტრა, რას ამსახურება და რას მოაწესრიგებს ან გაუმჯობესებს თქვენს ცხოვრებაში. უბრალოდ ის ამოსმენასაც აზრი აქვს, თუმცა შეიძლება ის ეფექტი არ ქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც არის სინქრონიზაციაზე დამოკიდებული. ანუ თუ თქვენ გულში და თქვენ სულში უშვებთ და მით უმეტეს გონებრივათაც იცით რა მანტრას უსმენთ, ან იმეორებთ, ამას ყველაზე უფრო მეტი ძალა იქნება, რა თქმა უნდა, ვიდრე უბრალოდ ჩავრთე და რა ვიცი მომეწონაზე რომ მოусმენ რაღაცა მანტრას, ხო? და რა თქმა უნდა, გამეორება არის ძალიან კარგი პრაქტიკა პირველ რიგში, აი ნებისმიერი ტკივილისგან, თუ წუხილისგან, თუ თუნდაც ეს გონება რომ გაგურბის ხოლმე და უამრავ ადამიანს აწუხებს ეს აკვეტებული ფიქრები და შიშები და ის მომავალში რო გონება ან წარსულში როა და ასე შემდეგ. აი ჯაპა მედიტაცია არის იდეალური, იმეორებ მანტრას და ხარ აქ და ახლა და იმეორებ ღმერთის სახელებს. ასევე არის რა თქმა უნდა ბუდისტური მანტრები, როგორც თქვი, სადაც ღმერთის სახელები არ არის, თუ არ მოგწონთ ეს ცენტრალური ღმერთის ფიგურა რომელიმე ერთის, მაშინ ბუდისტური მანტრების გამეორებაც შეიძლება და ძალიან სიღრმისეული და ძალიან ისეთი საინტერესო თემა არის ზოგადად გამოსაკვლევად და დასაკვირვებლადაც როგორ მომენტალურად იცვლება ადამიანის ენერგეტიკა, როცა მანტრებს ეხება, ან კითხულობს, ან ზოგადად მანტრების პრაქტიკა აქვს ცხოვრებაში. და ბოლო კითხვა არის ამ კონკრეტული ეპიზოდისთვის მავნე ჩვევებთან დაკავშირებით. ზოგადად რატომ გვაქვს ადამიანებს ამდენი მავნე ჩვევები და ალბათ დღეს არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაიმე მავნე ჩვევა შეიძლება რომ არ ქონდეს. თან რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგია, უფრო მეტი მავნე ჩვევა თითქოს სისტემა თვითონ გვიგდებს რომ რაღაცა მავნე ჩვევა ქონდეს და ეს ნაწილობრივ ასე არის. ამაზე რა თქმა უნდა ბევრი ახსნა გექნებათ და ალბათ კი მოგიძიებიათ ბევრ თქვენთაგანს და იქ ნეირონებში ჩაიხედეთ როგორ მუშაობს ნეირონული სისტემა და ფსიქოლოგია და ის. მაგრამ მოდი ახლა ფუნდამენტზე ვისაუბროთ. ორი ფაქტორი არის აქ. პირველი ის რომ თვითონ სისტემა არის ისე აწყობილი, რომ ადამიანები მუდმივად ვიყოთ რაღაცებზე მიბმულები, იმიტომ რომ ასე ძალიან ადვილია ჩვენი ენერგიით სარგებლობა და ჩვენი გამოყენება როგორც რესურსის. და შესაბამისად თვითონ სისტემას, ანუ სისტემაში გულისხმობ მთელი დედამიწის მოწყობილობას, ხო, როგორც არის მოწყობილი თუნდაც განათლების სისტემა თუ ჯანდაცვის სისტემა და ასე შემდეგ. აი მთელი სისტემა როგორც არის მოწყობილი, მთელი ეს სისტემა იმსახურება იმას, რომ ადამიანი იყოს გამოფიტული, რაღაცაზე მიჯაჭვული, დამოკიდებული და არ იყოს თავისუფალი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარემო თვითონ ისეთია, რომ რაღაცა მავნე ჩვევაზე აუცილებლად დამოკიდებულს გაგხდეს, ხო? ესე გამოდის, მაგრამ არის კიდე მეორე ფაქტორი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა არის, რაც რეალურად იწვევს მავნე ჩვევებს და დამოკიდებულებებს. ამ შემთხვევაში კონკრეტულ რომელიმე მავნე ჩვევაზე არ ვსაუბრობ, გულისხმობ ისეთ მავნე ჩვევებს, რომლებიც რეალურად თქვენს ენერგეტიკას დაბლაწევს, აშკარად ხვდებით, რომ აი ეს მავნე ჩვევა რო არ ქონდეთ, ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდეთ, ბევრად უფრო თუნდაც ჯანმრთელი, ჯანსაღი, ან კარგად იცხოვრებდით, ან უფრო ხარისხიანად იცხოვრებდით და ასე შემდეგ, ხო? თავი ფაქტორი აქ არის ასეთი რაღაცა, რომ თვითონ სამყაროსულად რომ შევხედოთ, ანუ სამყაროში ყველაფერი არის მოძრავი, არაფერი არ შეიძლება იყოს უბრალოდ გაჩერებული და იდგეს არასწორ ადგილას, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი რაც სამყაროში ხდება, ამას ჭირდება სამყაროსეული ენერგია და სამყარო ტყუილად ენერგიას არ ხარჯავს იმისთვის, რომ რაღაცები იყოს ამ სამყაროში ისეთი, რომელიც საჭირო არ არის, ხო? ამ სამყაროში მუშაობს ჩვეულებრივ გადარჩევის პრინციპი, ანუ ან ჩვენ რაღაცაში საჭიროები ვართ ამ სამყაროში, ან არ ვართ, ანუ უბრალოდ ესე გავიჭედეთ და იც რა არც არავის არ მინდა ვემსახურო და რამე ვაკეთო და თან მოდი ვიქნები მაინც ამ სამყაროში, ხა ეს არ გამოდის, ხო? ასევე ახლა ცოტა ასტროლოგიაც რომ მოვშალოთ, ყველა ადამიანს აქვს თავისი რაღაცა გზა და მისია, ხო? და სულის დონეზე ყველა რაღაცა ინტერესისთვის მოდის და ყველა რაღაცა პლატფორმაზე სათამაშოდ მოდის, ხო, მატერიალურ სამყაროში, მაგრამ ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში გადახოლები არიან ამ თავიანთ გზას, სხვა მიზეზების გამო, ხა ეს არ არის მთავარი, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომ შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ხანი იმ რაღაცა თავის რეალურ რაღაცაში არ ვლინდებიან და არ რეალიზდებიან, რისთვისაც ესენი მოვიდნენ. აი მარტივად რომ აღვქვათ, ხო, მაგალითად
საზამთროს რო დავთესავ, ანუ მიზანი არის რომ საზამთრო ამოვიდეს, ხო? ანუ თესლს რო დავთესავ, მიზანი არის რომ საზამთრო უნდა მოვიდეს და საზამთროს თესლის არსებობის მიზანი ზოგადად არის ის, რომ მე ის საზამთროდ ამოვიდეს და მე ჩვენ გემრიელად შევჭამოთ და მოგცეს რაღაცა ის რაღაც სითხე, მინერალები, სიტყვება, გემრიელობა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ახლა წარმოგიდგენთ, რომ საზამთროს თესავ და საზამთრო არ ამოვიდა, ანუ ვიზუალურად შეიძლება საზამთრო, მაგრამ არ იჭმევა რა, ანუ რა როლი აქვს მაშინ ასეთ საზამთროს მატერიალურ სამყაროში და ზოგადად იმ ბოსტანში, რომელსაც თქვენ ამუშავებთ. არანაირი, ხო? აღარ დათესავთ ასეთ საზამთროს და შესაბამისად, რასაც ვერ ვიყენებთ, ის ავტომატურად ესე არის სამყარო მოწყობილი, რომ ექვემდებარება გადამუშავებას და გაფილტროს, ხო? შესაბამისად, ისეთ რაღაცები, რაც სამყაროს აღარ ემსახურება, უნდა იყოს უტილიზებული. ხო და ადამიანებიც ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვიბადებით, კონკრეტული რაღაცისთვის ვიბადებით იდეაში ყველა, ანუ ყველას გვაქვს რაღაცა მნიშვნელოვანი, რაც გასაკეთებელი გვაქვს და ну ის რომ პირობითად ვიღაცა უნდა იყოს საზამთრო, ვიღაცა უნდა იყოს ტაფილო, ვიღაცა ამას ემსახურება, ვიღაცა იმას, მაგრამ ну გარშემო კიდე რაღაცა ის ცოტა სიამოვნებების მიღება, ცოტა მოგზაურობა და ცოტა ის და ის, რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია, მაგრამ საერთოდ ჯამში ყველას გვაქვს რაღაცა კონკრეტული მონახაზი, რისთვისაც მოვდივართ ხოლმე მატერიალურ სამყაროში, რისი მოტანაც გვინდა დედამიწისთვის და რა როლის შესრულებაც გვინდა. და როდესაც ამ როლს არ ვასრულებთ, ანუ გამოდის, რომ ყვილად ვართ რა სამყაროში, ანუ რეალურად სამყაროს ენერგიას ვხარჯავთ, იმიტომ რომ აქ ვართ და ჩვენც უნდა შეგვინახოს დედამიწამ და გვზიდოს და გვასუნთქოს და გვაჭამოს და მზე მოგვანათოს, მაგრამ რეალურად არც არაფერს არ ვემსახურებით იმ ეკოსისტემას, რომელშიც ვართ, ჩვენ არაფერს არ ვძენთ. აქედან გამომდინარე, სამყარო ავტომატურად იწყებს გადევნას ასეთი ერთეულების, რომლებიც არაფრით არ ემსახურებიან სამყაროს. ნუ რა თქმა უნდა, ხა ყველა ადამიანი ისეთი სისტემაა, რომ ყველა ადამიანი რაღაცას სამსახურში არის, თუ სამსახურს არ ემსახურება, მაშინ სახლში არის და ან შულს ზრდის, ან რაღაცას ყველა ვარიანტში ემსახურება, მაგრამ შეიძლება ეს ის არ იყოს, რისთვისაც ადამიანი მოვიდა და ცოტა გადახვეული ქონდეს რა და აქედან გამომდინარე, ადამიანში ერთობა თვითგანადგურების ინსტინქტი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზუსტად ორი საბაზისო ინსტინქტი, ეს არის თვითგადარჩენა და თვითგანადგურება. თუ ჩვენ ვემსახურებით სწორ რაღაცებს და ვასრულებთ სწორ ფუნქციას, რისთვისაც ჩვენ მოვედით, მაშინ მუშაობს თვითგადარჩენის ინსტინქტი. ჩვენ ვიზრდებით, ვძლიერდებით და ვემსახურებით იმ რაღაცებს, რისთვისაც მოვედით. და თუ ჩვენ ამ რაღაცა სფეროში არ ვართ, ან ამ საკითხში არ ვართ, ხო, და რაღაცა სხვა რამეზე მოვუცდით ძალიან დიდი ხანი, მაშინ ერთობა თვითგანადგურების ინსტინქტი, იმიტომ რომ ბუნებაში არის ასე ჩადებული, რომ სამყარო ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენ რა როლისთვისაც მოვედით, ახლა ვზივართ და ამ როლს არ ვასრულებთ. და აქედან გამომდინარე, შემოდის უფრო ადვილად ადამიანებს შეიძლება ესე აღყვეთ, შეიძლება არ არის კორექტული და ამაზე ხარ როგორც ვალაგებ, მაგრამ დაახლოებით წარმოადგენისთვის ვსაუბრობ, ხო? შეიძლება ესე ადვილად, მოკლედ რაღაცა მავნე ჩვევა შემოვიდეს მის ცხოვრებაში. და სხვა შორის აი თუ სუპერ გმირებზე ფილმებს გაიხსენებ, თუ გიყვარით ეგეთი ფილმები და აი თუნდაც გავიხსენოთ, რა ვიცი, ნებისმიერი სუპერ გმირი, რომელიც თავიდან სანამ მისი ფუნქციის საჭიროება გახდებოდა სამყაროში და მიაგნებდა თავის ფუნქციის რეალიზაციას, მანამდე გვაჩვენებენ, როგორი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა იქ ბომჟი რო იყო და ლოთი რო იყო და რაღაცნაირად ესე მიგდებული რო იყო და არავის რო არ ეგონა რომ ამის წარმოადგენდა ყველას რო რაღაცა დამოკიდებული ეგონა ლოთიან ბომჟი და მე რო უცებ როგორც კი რაღაცა მისია ჩნდება და ამ მისიის შესრულება მხოლოდ ამ ადამიანს შეუძლია უცებ როგორ გარდაიქმნება ხოლმე გმირად. და რატო ხდება ასე? იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რაღაცა დავალებებისთვის მოვიდივართ და ჩვენი კონკრეტული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ეს დავალებები შევასრულოთ, სანამ ამისი დრო და ჟამი დადგება, ან ჩვენ მივხვდებით, რომ აი ხა სწორედ აქ ვართ საჭირო, ანუ მანამდე გრძნობთ თავს რაღაცნაირად თითქოს ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ანუ უძლურეთ, უსუსურეთ და შესაბამისად ჩნდება მათ უკვე თვითგანადგურების რეჟიმი და გამოდირეკით რომ პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ვერ ვავლენთ რაღაც მიზეზების გამო, ან დრო არ არის მაგ პოტენციალის გამოვლენის და სხვა მიზეზების გამო, ვიწყებთ ჩვენ თავის დათრგუნვას და ამ პოტენციალის დაჩრდილვას, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენ თავში ხედავდე გმირს, მაგრამ არანაირი გარემოება არ იყოს, რომ შენი ეს გმირობა გამოეჩინა, ხო? ნებისმიერი გაგებით ეს გმირობა არ გულისხმობს მეც რაღაცა მამაკაცურ გმირობას, ანუ ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად უნიკალური რაღაცა უნარები, თვისებები, შინაგანი ალქიმია სამყაროს წყობისა, ან ისეთი რწმენები, ისეთი ხედვები, რომელიც არის აბსოლუტურად უნიკალური და ყველა ადამიანი მოდის გარკვეული რაღაცა უნიკალური როლის შესასრულებლად მთლიანად დედამიწის პროცესში
პროცესებში. და როდესაც ამ რგოლში არ ვართ ჩართული და თან გვაქვს დიდი პოტენციალი, ხო? მაგ დროს ხდება მიდრეკილება, რომ რაღაცა მავნუჩვევებით დავთრგუნოთ ეს ჩვენი პოტენციალი, იმიტომ რომ ან უნდა გამოვავლინოთ, ან უნდა დავთრგუნოთ. უბრალოდ ესე მე გმირივარ და ეხა, რა ვიცი, ამ აბჯარით ვზივარ სახლში დივანზე და წამოვწაკი, იმიტომ რომ ომი არ არის, ეს არ გამოდის, ხო? ან დავითრგუნები და უკან წავალ დეგრადაციისკენ, ან უნდა იყოს რაღაცა არეალი, რომ გმირობა გამოვაჩინო და გმირობა ჩავიდინო. აქვე პატარა გადახოვეს გავაკეთებ, სხვათა შორის სწორედ ჭადრაკი არის შივას შექმნილი და ჩამოტანილი დედამიწაზე და მან ჭადრაკი შექმნა მეომარი კასტისთვის, ანუ ვედებში არის 4 კასტა და აქედან ერთ-ერთი არის მეომრების კასტა, რომელსაც ეწოდება ქშატრიები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დედამიწაზე ყოველთვის ხომ არ არის ომები არა, ანუ მუდმივად ხარ მიმდინარეობს და მithumetes წინა იუგებში უფრო ნაკლები იყო ომიანობა და აქედან გამომდინარე ჭადრაკი არის შექმნილი იმისთვის, რომ როცა ომიანობა არ იქნება სამყაროში, ქშატრიებმა შეიქციონ და არ მოდუნდნენ და მათ თავიანთი საომარი ენერგია ამაში დააბანდონ და თან თავიანთი სტრატეგიული აზროვნება და ლოგიკა და ტვინი განავითარონ, იმიტომ რომ ზოგადად ვედებში ძველი ეპოქის ომები აღწერილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად სტრატეგია, როგორი სტრატეგიით იბრძოდნენ და ამ იუგაშიც რაც ვიცით ომის ისტორიები ძალიან დიდი წილის სტრატეგიებზე იყო დამოკიდებული და ჭადრაკი სწორედ ასეთი სტრატეგიული თამაშია, სადაც მეომრებს არ ეძლევათ საშუალება რომ და მათ რაღაცაში მაინც დააკომპენსირებდნენ, წაიღონ თავიანთი მეომრის ენერგია. და სწორედ ეს იყო ჭადრაკის დანიშნულება, რატომაც შივამ შექმნა მეომრებისთვის ის. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მავნუჩვევები, იმიტომ რომ ისინი თავიანთი უნიკალური პოტენციალით ვერ ვლინდებიან და პირველი კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, თუ გაქვთ რაიმე მავნუჩვევი, რომელიც ცხოვრების ხარისხს რეალურად გიფუჭებთ, არის ის, რომ ვემსახურები თუ არა იმ რაღაცას, რისთვისაც მე მოვედი დედამიწაზე და ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ვინმესთან მიხვიდეთ, ასტროლოგი იქნება იქ თუ ვინმე სხვა. თქვენ თვითონ შეგიძლიათ მიხვდეთ, აი რა არის ის, რაც გინდათ, რომ სამყაროში შეცვალოთ. რას მოისურვებდით, რომ სამყაროში იყოს უკეთესი და რა არ გასვენებთ. აი მუდმივად თუ რაღაცაზე ფიქრობთ, რისი გამოსწორებაც ამ სამყაროში გინდათ და შეიძლება ან ასაკი არ გიწყობთ ხელს, ან სტატუსი, ან ფული, ან რა ვიცი, ნებისმიერ სხვა რაღაცა, მაგრამ მუდმივად არ გასვენებთ, აი ზუსტად იქ გაქვთ პოტენციალი. და ასტროლოგიურადაც ეგრეა ხოლმე, ანუ ჩვენი აღმავალი კვანძი განსაზღვრავს ზუსტად იმ გამოცდილებას, რა გამოცდილებისთვისაც ადამიანი მოდის დედამიწაზე და აღმავალი კვანძიც ისეთია, რომ აი ცოტა ესე შინაურულად რო ვთქვათ, ესე ვამბობ ხოლმე, რომ აი რაღაცა რო არ დაგაყენებს ტანში და რო არ მოგასვენებს და ვერ ისვენებ ის რაღაცა რო გაწუხებს, ხო? დივანზეც რო წამოწვე და მაინც იმაზე რო ფიქრობ და არ გასვენებს, აი ეგ არის ზუსტად აღმავალი კვანძი, სადაც ყავს ადამიანს და შესაბამისად რას უნდა ემსახუროს, ხო? თვალსაჩინობისთვის აი მაგალითად ადამიანი არის თქვათ არ ვიცი მაგალითად მენეჯერი ბიბლიოთეკის ხო პირობითად მაგრამ აი არასვენებს ის რომ სამყაროში რაღაცა ამდენი ნაგავი გროვდება და ამდენ პლასმას მოვიხმართ და მე არ მუშავდება და აი არასვენებს ეს რა ანუ არის მენეჯერი კარგი ხელფასი აქვს უბრალოდ მაგრამ ის არ აინტერესებს ის სამსახური მაგრამ აი ეძებს ინტერნეტში ინფორმაციას აი როგორ ხდება ნარჩენების გადამუშავება საიდან დაიწყო პლასმასის წარმოება და აი ვერ ისვენებს რა აი ვერ გაჩერდა თავის ტანში ხო რაღაცა არ დააყენა ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ზუსტად მაგ სფეროში აქვს ადამიანს პოტენციალი, იმიტომ რომ იქ სადაც არის პოტენციალი, უბრალოდ პირიქით, სადაც არის სურვილი, რომ რაღაცა შეცვალო, იქ არის პოტენციალიც, რომელიც მოყვა იმისთვის, რომ სწორედ ეგ ცვლილება მოხდინოს სამყაროში. და შესაბამისად, ეგ არის ინდიკატორი, რა სფეროში უნდა გადახვიდეთ შესაბამისად და რას უნდა ემსახუროთ სამყაროში და როგორც კი გასწორდებით ამ გზაზე და უკვე იმ რაღაცის მსახურებაში იქნებით, რაც თქვენია, მე აღარ გექნებათ ძალიან ადვილი იქნება ამ დამოკიდებულებების დატოვება წარსულში, იმიტომ რომ აღარ დაგჭირდებათ საკუთარი თავის ძალის დეგრადაცია, იმიტომ რომ მე უკვე თქვენი უნიკალური პოტენციალით გამოვლინდებით და რა მავნუჩვევა, ანუ ის გახდება თქვენი ახალი დამოკიდებულება, ის სფერო, რაშიც რეალურად უნდა რეალისტეთ და რაც არის ნამდვილად თქვენი. და არის კიდე ერთი მომენტი, რომ შეიძლება რომ მაგალითად ადამიანმა იპოვოს თავისი სფერო და ძალიან რეალისტეს და თავის საყვარელი საქმე იყოს და მთელი სული გული გონება ყველაფერი ქონდეს მანდ და მაინც ქონდეს მავნუჩვევა და ეს არის უკვე ჩვენი ტვინის ავტომატური რეაგირება, იმიტომ რომ რაღაცას როცა ძალიან ბევრი წელი ვაკეთებ, შეიძლება შინაგანად ჩვენების მოთხოვნილება აღარ გქონდეს, მაგრამ სხეული თავისით აკეთებს, აგრძელებს ძველი რაღაცა გზების გამეორებას, ეს უკვე ჩვენ ნეირონულ სისტემას უკავშირდება,
ჩვენი ნეირონები არის, აი რომ წარმოიდგინოთ ტყე, რომელშიც ადამიანებმა რაღაცა ბილიკები უკვე გაკვალეს, ხო? და ჩვენ ტვინს უყვარს გაკვალულ ბილიკებზე სიარული და არ უყვარს ახალი ნეირონების შექმნა, ანუ ახალი გზების გაკვალვა არ უყვარს, განსაკუთრებით რაღაცა ასაკის ზევით. ითვლება, რომ 25 წლის მერე უკვე ნეირონული სისტემა იწყებს დაბერებას და უკვე ადამიანებს აღარ უყვართ ახალი რაღაცები და ვეღარ ითვისებენ ისე ადვილად ახალ რაღაცებს. აქედან გამომდინარე, თუ ახლა პირობითად 30 წელი ადამიანი იყო მწეველი და მერე იპოვა თავისი სულის და გულის საქმე და ბოლომდე ჩაერთო, მაგრამ მაინც ეწევა სიგარეტს, ხო? ეს მას ნიშნავს, რომ უბრალოდ მისი ნეირონული სისტემა არის იმდენად გაკვალული არის მის ნეირონულ სისტემაში ის, რომ ის არის მწეველი და უბრალოდ ის რომ არ იყოს მწეველი ეს ნიშნავს ტვინისთვის რომ გაკვალოს ახალი გზა, რომ უბრალოდ ჩვევაზე აქვს უკვე სამუშაო და არა იმაზე რომ ადამიანი თავს ვერ დაანებებს. ანუ ნებისმიერ ჩვევაზე შეიძლება თავის დაანებება და უფრო მარტივია როცა ადამიანი უკვე გასწორებულია თავის ცხოვრების გზაზე. ამას უკვე ჭირდება დისციპლინა, მაგრამ თუ თავის გზაზე გასწორებული არ არის, ჩვევის დამუშავებას და ჩვევის გადაგდებას ვერანაირი დისციპლინა ვერ უშველის, იმიტომ რომ ეს არის ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად გადარჩენის ერთ-ერთი გზა და თავშესაფარი. სხვა შორის, რაც უფრო მეტი არის პოტენციალი და რაც უფრო დიდი პოტენციალი აქვს ადამიანს, მით უფრო მიდრეკილი არის მავნე ჩვევებისკენ და უფრო რთული მავნე ჩვევებისკენ, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი არის ეს რაღაცა წყურვილი, რომ მე შემიძლია ძალიან დიდი რაღაცა შევცვალო, ხა სამყაროში და ამ პოტენციალს და აი ამ რაღაცა შემართებას შენში გრძნობ, მაგრამ არ გაქვს ამის არეალი, სადაც შეგიძლია ეს გამოავლინო და სადაც შეგიძლია ეს გააკეთო, ანუ მით უფრო მეტად საჭიროებს სხეული დეგრადაციას და ამ პოტენციალის დათრგუნვას და ჩაქრობას და დახშობას. შესაბამისად, მით უფრო რთული მავნე ჩვევა შეიძლება გქონდეს, რომელიც უფრო შეიძლება იყოს რაღაცა ნარკოტიკისკენ, სასმელისკენ და ასეთი რაღაცებისკენ მიდრეკილი. ხოლო რაც უფრო ნაკლები პოტენციალი აქვს ადამიანს, აი მაგალითად პოტენციალი აქვს ადამიანს, რომ უბრალოდ აი რა ვიცი, კარგი მაგალითად ფარდაგების მქსოველი ადამიანი, აი გადასარევი საუკეთესოა, მაგრამ მთელი ცხოვრება რუტინულად ამას აკეთებს, ანუ მეტი სხვა პოტენციალი, ანუ სხვა რაღაცა ნიჭი ან რაღაცა ამბიცია ადამიანს არ აქვს, ხო? შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სანამ იმ ფარდაგებში იქნება და სანამ ფარდაგებს ქსოვს, ის იქნება ძალიან კარგად და თუ ის ფარდაგი აღარ იქნება საჭირო და პირობითად ბაზარზე ამოიწურება და აღარ იქნება საჭირო ეს ფარდაგები, ანუ არ წავა ის ამდენად დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ მისი პოტენციალიც არ არის დიდი, ანუ არ მოითხოვს რაღაცა სამყაროს გადარჩენას და მართლა რაღაცა ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, ხო? ამიტომ რაც უფრო მარტივი და პატარა, ასე ვთქვათ, ამითი ხა დაკნინებასავით არ მინდა გამოვიდეს ყველას თავისი ჩვენი სული ირჩევს რა პოტენციალი ავირჩიოთ და რა მოვიტანოთ დედამიწაზე, ხო, ვიღაცას დიდი აქვს, ვიღაცას პატარა აქვს. ხო და რაც უფრო დიდია პოტენციალი, რაც უფრო პირობითად აი ნიჭიერს რო არ ქონთ ხოლმე ადამიანი და მრავალ მხრივ განვითარებულია და მრავალი ამბიცია აქვს და მრავალი პოტენციალი აქვს, მით უფრო თუ ის თავის გზაზე არ დგას, მით უფრო ადვილია რომ ის იყოს ძალიან მძიმე დამოკიდებულებებში. და შესაბამისად პირიქით. ამიტომ პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავთან უნდა დასვა, თუ მავნუჩვევები გაქვს, რომ სადღაც არ ვარ სწორედ სამყაროში, რაღაცა სწორ ფუნქციას არ ვაკეთებ, რაღაცა ჩემს საქმეს არ ვაკეთებ და მოდი აბა რა შემიძლია აქ შევცვალო.